აფრიკის დასახლებაში თვალჭრელიძის ქუჩაზე ისევ ხმაური და დაძაბულობა ადგილზე ვითარება მძიმე ტექნიკის გამოჩენის შემდეგ დაიძაბა. დაპირისპირებისას ერთ-ერთი ადგილობრივი შეუძლოდ გახდა მან გონება დაკარგა. კაცი, რომელიც დემონტაჟის დაწყების შემთხვევაში ხიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, მაშველებმა ჩამოუყარეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ცენტრალური მოედნიდან ეგრეთ წოდებული კუბოების ფორმის საყვავილეების დემონტაჟი დაიწყო. მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოები 2023 წელს მოქმედი მერის ავთანდილ თალაკვაძის ინიციატივით განხორციელდა და ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის ბიზნეს პარტნიორის ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 56 მილიონი ლარი მიიღეს. ინფორმაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ავრცელებს და წერს, რომ კარიჭაშვილის 8 კომპანიამ თანხა სოფლის მეურნეობის სუბსიდიებიდან მიიღო. ორგანიზაციის ცნობით, კარიჭაშვილის კომპანიებმა და კომპანიების დირექტორებმა ქართულ ოცნებას 783,000 ლარი შესწირეს. ბრიუსელი ამერიკული იარაღის შეძენას, რომლის ნაწილიც უკრაინაში გაიგზავნება, სრულად დააფინანსებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს. განცხადება ამის შესახებ დონალდ ტრამპმა გააკეთა. რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ქალაქის მერი ცნობით, საჰაერო დარტყმის შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაშავდა.